მოგესალმები. ღრმად ჩაისუნთქე ცხვირით და ასევე ამოისუნთქე ცხვირით. გააგრძელე შენთვის მოსახერხებელ რიტმში სუნთქვა. ცხვირით ჩასუნთქვა და ცხვირით ამოსუნთქვა. უბრალოდ მოусმინე ჩემს სიტყვებს. შენ უნიკალური ხარ. ეჭვგეპარება ბუნებრივია. ყველაფერი რომ დანამდვილებით ვიცოდეთ, სულელები ვიქნებოდით. ეჭვი ცნობის მოყარეობას ბადებს, ცნობის მოყარეობა გონიერებას. შენი ყოველი ნაწილი განსხვავებულია, დრო რომ გადის, ისინი იცვლებიან. დრო ილუზიაა. დრო უბრალოდ ემოციაა. ცხოვრება სევდიანი, თუმცა ასატანია. გაიღიმე. ვისურვებდი, რომ ასე ყოფილიყო. შენში უამრავი გადაუწყვეტელი ამბავი ცხოვრობს. აუხდენელი ოცნება ცხოვრებას ასატანს ხდის. ბედნიერი ხარ? ამის აღიარებას გამბედაობა სჭირდება. უბედური ვერ იქნები, რადგან ცოცხალი ხარ. იცეკვე, ცეკვა აბედნიერებს. იქნებ ხატვის ნიჭი გაქვს. ცხოვრების საკუთარ ფერებში ყურებას ახალისოა. წერა გიტაცებს, ადამიანები ყვარებია. შიში ძლიერი ემოციაა, თუმცა მხდალი. ამბავს ელოდები, ისეთი არაფერი, ეს შენ გეხება. ერთ დღეს სიცოცხლეს შევწყვეტთ, ამას დრო განსაზღვრავს. ეს რეალობაა. ილუზია დროის უაზრო კარგვაა. ფიქრი ილუზიის ნაწილია. ფიქრი რთული სამართავია, თავისუფალია. მას ვერ დაიმორჩილებ. დამორჩილებული ფიქრი მკვლელობას გავს. თავისუფალი გონება მკვლელობას არასოდეს ჩაიდენს. თუმცა მკვლელსაც თავისი ისტორია აქვს. სიცოცხლის უმიზეზოდ არ მოსპობდა. ყველაფერი აზრიანია. უაზრობა სიცოცხლეზე უარის თქმაა. შენი შექმნა ორი აზრის შერწყმამ განაპირობა. შენ უნიკალური ხარ. შენნაირი აღარასოდეს იარსებებს. რისი გჯერა? თუ კი ამაზე პასუხი ჯერ არ გიპოვია, ესე იგი ჯერ კიდევ ბევრი დრო გაქვს. დროის კარგვა საბოლოოდ სინანულს იწვევს. სწრაფად გაარკვიე რა გინდა. კომფორტი სასიამოვნოა, მაგრამ აქედან გამოდი, სიღრმეებში ჩადი. ის გააკეთე, რაც გულს გიჩქარებს, ოდესღაც გაჩერდება. ჩაეხუტე, ამ გრძნობის გამომხატველ სიტყვას მგონი სინონიმიც კი არ აქვს. სიზმარში იმოგზაურე, არ გააკონტროლო, საინტერესოა. წიგნის ბოლო ფრაზა წაიკითხე, შეიძლება საინტერესო ამბავს გადააწყდე. სიცოცხლეს სიკვდილს გულისხმობს, ეს გააანალიზე. შენი არსებობა მნიშვნელოვანია, რაღაც გაქვს გასაკეთებელი. ყველაზე მშვიდად როცა ხარ, მაშინ შეიგრძნეთ ბედნიერება. ბედნიერებას დევნას ნუ დაუწყებ, მასზე დამოკიდებული გახდები.
ბედნიერება გამოცდილებისგან მიიღე და არა ნივთებისგან. ტყუილს ომი გამოუცხადე, სხვას მოატყუე, საკუთარ თავს კი ვერ. უცნობს დაელაპარაკე, ხანდახან მხოლოდ მას ესმის შენ კი მისი. ბოროტი აზრები მოგდის, არა უშავს, ეგეც ასატანია. ეგოისტი ხარ? ჩვენ ყველა ასე თუ ისე ეგოისტები ვართ. სილამაზე ბანალურია. ნამდვილი მხოლოდ ის არის, რაც ბუნებისგან გაქვს. ღმერთი ის შენშია, სხვაგან უეძებ. ხშირად ხარ მოწყენილი? ის მომენტები გაიხსენ, როცა ამაზე ფიქრის დრო არ გქონდა. გაგიჟდი, სიგიჟე სახალისოა. ის გააკეთე, რისიც გეშინია, საშიში რამეები აბედნიერებს. მუდამ ინტუიციას ნუ მიენდობი, არა საიმედოა. საიმედო მხოლოდ შენ ხარ. რაღაც გინდა და არ გააქვს, სამაგიეროდ ის გაქვს, რაც სხვისთვის მიუწვდომელია. ვინმესთვის რამის თქმა გინდა და ვერ ბედავ, სხვა შანსი აღარ გექნება. სითამამე დიდ გამბედაობას მოითხოვს. შენ სუსტი არ ხარ. ტირილი არასოდეს შეიკავო. ყველაზე გულწრფელი ემოციაა. ყოველთვის გულწრფელი ვერ იქნები, რომ იყო, უნდა ინდობოდე. ნდობას გულწრფელობა ბადებს. ხუთივე გრძნობით შეიყვარე. ვნებას ომს ნუ გამოუცხადებ, დამარცხდები. თვითმკვლელობაზე გიფიქრია? მეც. როცა არიცი რა გააკეთო, კარგ ფილმს უყურე. შენი შესაძლებლობები გამოამჟღავნე, შენნაირი არავინაა. გაბრაზდი, ადექი და ბანალურად მოიქეცი, კარგი ვისკი დალიე. ემპათიური ხარ, გილოცა, ეს ნიჭი ბევრს არ აქვს. მელანქოლია შენი ხასიათის ნაწილია? სექსუალურია? ისტერიული ფსიქოტიპი ხარ? მრავალფეროვანი ცხოვრებით დატკბი და სიახლეებს შეეგებე. დეპრესიამ შემოგიტია? ეგზოტიკურ სამზარეულოს მიაკითხე, მერე კი კარგი ყავა დააყოლე. ობსესიური ხარ? დამშვიდდი, ვერასოდეს იქნები სრულყოფილი. მარტოობა გიყვარს, ბოლოს მაინც მოგბეზრდება. შენ ხომ სოციალური არსება ხარ. თუ იმას არ აკეთებ, რაც გიყვარს, გადაწყვიტე, რომ ოდესმე გააკეთებ. ერთი ცხოვრება გაქვს, ისე იცხოვრე, რომ მეტი აღარ დაგჭირდეს. ფიქრი მატერიალურია. შენი სიზმრები, შენი აუსრულებელი სურვილების თავშესაფარია. შენში არის ის საიდუმლო, რაც შენს გარდა არასოდეს არავის ეცოდინება. ნიჭიერი ხარ, უნიჭო ადამიანი არ არსებობს. შენი ცხოვრება წინასწარ განსაზღვრული იმდენადაა, რამდენადაც ეს შენ გინდა. მოვლენათა სინქრონიზაცია კონკრეტულ შედეგს ქმნის. სინანული დროის კარგვაა. შენი ცხოვრება შენი საიდუმლოა, სხვებმა თავისას მიხედონ. პროგრესი აუცილებელია, ერთ ადგილას ნუ იტრიალებ. სუცრუეს მაშინ მიმართე, თუ კი სინამდვილის გასალამაზებლად გჭირდება. შენ სხვებს არ გავხარ, არც სხვა გგავს შენ. ხისტი და პრაგმატული ხარ, ჭკვიანურია, ემოციური ხარ, შეუდარებელი ყოფილ ხარ, ფლეგმა ხარ, პოზაა, მიწაზე მყარად დგა ხარ, ხანდახან ფრენად საჭიროა. სიამაყე გაბრკოლებს, ჩვენ ყველა თანასწორი ვართ. კომპლექსები გააქვს, შენ მარტო არ ხარ. ბედნიერება კონკრეტულ დროსა და სივრცეში წარმოქმნილი ემოციაა. მოლოდინი ნუ გექნება, რომ მუდამ ბედნიერი იქნები. სიყვარული აბსტრაქტულია. შენ ნამდვილი ხარ. არავინ გგავს. მადლობა.